სტარტაპ საქართველო. პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ინოვატორული ბიზნეს იდეების განვითარებას. ეს არ არის სასწავლო განგაში. ეს არის რეალური შესაძლებლობა გადატვირთოს საქართველოს უახლესი ისტორია. და ვინ იცის, შექმნა უკეთესი მომავალი. ეს კონკურსი ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებას შეცვლის. ეს არის სამთავრობო ინიციატივა, რომლის მთავარი იდეა არის, რომ მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომელსაც აქვთ ინოვაციური იდეა, შეცვალონ თავისი ცხოვრება, თავის გარშემო არსებული სიტუაცია და კონკრეტული ბიზნესი, სტარტაპი ჩამოაყალიბონ, რომელსაც ექნება საშუალება, რომ ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე ძალიან დიდი წარმატება მოიპოვოს. ჩვენ ნახეთ, რომ ეს რეალობა არის საქართველოში მაღალტექნოლოგიური სტარტაპების მიმართულებით 154 განაცხადი შემოვიდა, რომელზეც 50 ფინალისტი შეირჩა და თითოეული პროექტი, თითოეული ის იდეა, რომელიც მათ მიერ იყო წარმოდგენილი, მათ გააჩნიათ აღნიშნული პოტენციალი. პროექტი ხორციელდება ეკონომიკური რეფორმის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. გამოყოფილი არის მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებზე 2 მილიონი ლარი. მთლიანობაში არის 11 მილიონი ლარი, როგორც მაღალტექნოლოგიურ, ასევე ინოვაციური პროექტებზე და მთლიანი ბიუჯეტი, რომლის მასშტაბირებასაც აპირებს მთავრობა, არის 35 მილიონი ლარი, რაც განკუთვნილია როგორც მაღალტექნოლოგიურ მიმართულებით, ასევე ინოვაციური სხვა მიმართულებით სტარტაპების დაფინანსებისათვის. ჩვენ შევძლებთ ის, რომ ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც მუშაობს, რომელსაც აქვს სამსახური, სტაბილური შემოსავალი, მაგრამ მათ მიეცათ სტიმული და შანსი იმისა, რომ თავისი კონკრეტული ბიზნესი შექმნან. განახორციელონ ის იდეები, რომელიც შეიძლება მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ, მაგრამ ვერ აკეთებდნენ ფინანსების არასებობის გამო და ასევე არ არსებობდა გარემო ამისთვის. უბრალოდ ეს შეცვალა ამ პროექტმა და ეს იყო მიზანი საქართველოს მთავრობის და იდეა მოდიოდა კონკრეტულად პრემიერ-მინისტრისგან. მისი მთავარი მესიჯი იყო ის, რომ მივცეთ საშუალება ადამიანებს, რომელსაც არ აქვთ ფინანსები, მაგრამ აქვთ საინტერესო იდეა და აქვთ შესაძლებლობა დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, რომელიც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და რომელიც განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას. იგი ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისათვის, რომ მათ წამოიწყონ ბიზნესი საწყისი კაპიტალის არ ქონის პირობებშიც. თვითონ პროცესი განაცხადების შეტანეს იყო მთლიანად წარმოდგენილი ინტერნეტში, ანუ არ ხდებოდა ფიზიკურად განაცხადების შევსება. მიმდინარეობდა პროექტების და ადამიანების კონსულტაცია ღია კარის დღის მეშვეობით, ასევე ჰქონდა ვიზიტები რეგიონებში. ხდებოდა კოლ-ცენტრში უამრავი ზარის განხორციელება და მიმდინარეობდა ეს პროცესი ერთი თვის განმავლობაში. საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო იდეა მათ შორის რეგიონიდან არის. ჩვენ შევარჩიეთ და უბრალოდ ავარჩიეთ ის გზა, რომ შეფასება განახორციელონ ექსპერტებმა მრავალწლიანი გამოცდილებით. პროცესი განაცხადების შევსების იყო მხოლოდ ინგლისურ ენაზე. რათა უცხოელ ექსპერტებს შეეძლოთ თავისი მოსაზრებები, თავისი საექსპერტო აზრი პირდაპირ ონლაინ სივრცეში გამოეთქვათ, დაეწერათ ქულები და ამის საფუძველზე უკვე ჩვენ შევარჩიეთ ის ფინალისტები, რომელიც 2 დღის განმავლობაში მონაწილეობდნენ კონკურსში. და ძირითადი კონცენტრაცია ხდება ისევ გუნდზე, ძირითადი კონცენტრაცია ხდება რევოლუციურობაზე, იდეის, ანუ თუ როგორი უნიკალური არის ის და როგორ შეუძლია მას ბევრი ადამიანი დაინტერესოს და ბევრმა ადამიანმა ისარგებლოს ამ კონკრეტული
აპლიკაციით, პროექტით თუ პროდუქტით. არის სხვადასხვა ინდუსტრიები, არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, არის ბიოტექნოლოგიები, განახლებადი ენერგია, არის ასევე ახალი მასალები, არის საფინანსო ტექნოლოგიები და სხვა ვირტუალური რეალობა საკმაოდ ფართოდ იყო წარმოდგენილი, ასევე იყო წარმოდგენილი ფართოდ ელექტრონული კომერცია და სწავლება. ან ბევრი მიმართულებით გვაქვს პოტენციალი, ბევრი საინტერესო პროექტი, გუნდი და იდეა არსებობს საქართველოში და როგორც აღნიშნა უცხოელი ექსპერტები და venture ფონდების ხელმძღვანელები, წამყვანის საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელები არანაირად არ ჩამორჩებით ამ პროექტებს, ამ გუნდებს და ბევრ შემთხვევაში ვჯობნით ლოკალურ, ანუ რეგიონალურ ბაზარს და რეგიონალურ სტარტაპებს. ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ეწვია 12 venture ინვესტორი, რომელსაც აქვთ შეხება საინვესტიციო ფონდებთან, ახორციელებენ თვითონ ინვესტიციებს, აქვთ მრავალმილიარდიანი კაპიტალი და მათ თავის დროზე აქვთ განხორციელებული ინვესტიციები EUP-ში, აქვთ განხორციელებული ბევრ წარმატებულ კომპანიაში მრავალმილიარდიანი შემოსავლით. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ის, რომ ამ ერთკვირიანმა ტრეინინგმა, რომელიც განხორციელდა მოწვეული ექსპერტების მიერ, ძალიან დაეხმარა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ყველა ვერ მოხდეს იმოცეულში, მაგრამ ცოდნა, რომელიც დააგროვეს, გამოადგებათ მომავალში სხვა წყაროებიდან, სხვა საინვესტიციო რესურსებიდან ინვესტიციების მოსაზიდად. ჩვენ ამ ხალხს, ამ კომპანიებს ვასწავლით თუ როგორ უნდა გაიტანონ თავიანთი იდეა საზღვრებს გარეთ, როგორ უნდა გაიტანონ ისინი გლობალურ ბაზარზე. მხოლოდ მარტივი იდეა მცირე დაფინანსებით არ არის საკმარისი იმისათვის, რომ თქვენ მიიზიდოთ მსოფლიოს ინვესტორების ყურადღებას. სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა ჩვენ, რომ სწორად ვაყალიბებთ პროცესს და პროცედურებს იმისათვის, რომ ამ ადამიანების დაგენერირებული იდეები საბოლოო ჯამში სწორი ენით იქნეს მიწოდებული იმ გლობალური ინვესტორებისათვის, რომელიც მზად არიან უკვე მსოფლიოს მასშტაბით მოახდინონ ამის კომერციალიზაცია. პროგრამის შესავალში ფინალისტებს ვეტყვით, რატომ არის ახლა საუკეთესო დრო საქართველოში სტარტაპის დასაწყებად. ასევე დეტალურად ავუხსნით, როგორ უნდა მოიპოვեն ინვესტიცია ვენჩურული ინვესტორების დონეზე. ვასწავლით, რა და როდის უნდა მოუყნენ ინვესტორებს და როგორ განახორციელონ ფიჩინგი. ასევე დეტალურად გავივლით, როგორ უნდა ფინანსების გაწერა, ბიუჯეტის განხილვა, პრეზენტაციის ჩატარება. აუცილებელია ფინალისტებს ვაჩვენოთ, რა არის ეკოსისტემა და რომელი უწყებები აერთიანებენ მას. ვცდილობთ ჩავუღრმავდეთ და განვავითაროთ სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში. ანუ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ არა მხოლოდ ჯურის და საერთაშორისო შეფასებას, არამედ ჩვენ ვახორციელებთ საქართველოს პოპულარიზაციას იმ მსოფლიოს იმ წერტილში, სადაც ზოგადად არის კონცენტრირებული 85% მთელი ვენჩერული ინვესტიციების, მსოფლიოს ვენჩერული ინვესტიციების. ჩვენ უზრუნველყოფთ ასევე მათი მხრიდან იმ უნიკალური ცოდნის გადაცემას ადამიანებისთვის და სტარტაპებს, რომელიც მათ გააჩნიათ. და საბოლოო ჯამში გვინდა აღნიშნოთ, რომ სამწუხაროდ ჯერჯერობით ესეთი ცოდნა არ გააჩნია არავის საქართველოში, რადგან ათეული წლის განმავლობაში ისინი ახორციელებენ ინვესტიციებს სარისკო ბიზნესში, ანუ ვენჩერულ ესე ვთქვათ ინვესტიციებს, მაგრამ ცალსახად ჩვენ გვაქვს გეზი აღებული იმაზე, რომ ლოკალური სტაფი გადამზადეს, მოხდეს ლოკალური ტრენერების მომზადება, ასევე მოხდეს იმ ადამიანების რაოდენობის შეკრება, მათ შორის უცხოეთიდან, ვინც უზრუნველყოფს, ანუ ქართველების, ვინც უზრუნველყოფს შემდგომში ამ პროცესების განხორციელებას. მე მინდა უფრო ვისაუბრო პროცესზე, იმიტომ რომ პროცესი, რომელიც დაწყებულია საქართველოს მთავრობის მიერ ბევრ ამის შეცვლის ქვეყანაში, ის უზრუნველყოფს მეტი კონკურენტუნარიანი პროექტის წარმოშობას, თუმცა ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ 20-იან, რომელიც გაიმარჯვებს, იქნება ისეთი პროექტი, რომელიც გამვითარდება, რომელიც გააფართოვებს თავის საპროდუქტო ბაზას. თავიდან Facebook-ის და სხვა Google-იც იყო მხოლოდ ერთი პროდუქტით წარმოადგენელი ბაზას, დღეს უამრავ ინოვაციურ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თითოეული პროექტი იყოს ესეთი მრავალფეროვანი და მოიცავდეს და მას ყავდეს მრავალ მილიონიანი და შეიძლება რომ მილიარდიანი აუდიტორიაც.
ჩვენ წარმოვადგენთ გუნდს Optio AI. ეს არის სტარტაპი, რომელიც მიზანიცაა, რომ მთელ მსოფლიოში ადამიანებს დავეხმაროთ საკუთარი ფინანსების უკეთ მართვაში და საკუთარი ფულით უფრო მეტი შედეგების მიღწევაში და ბოლოს გავცეთ პასუხი კითხვას, სად არის ჩემი ფული. ჩვენ ქართული ბაზრით არ შემოვიფარგლებთ. ანუ პირიქით ჩვენ ვიზნებთ საერთაშორისო ბაზარს, იმიტომ რომ ჩვენი პროდუქტის ძირითადი ბაზარი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. Good morning everyone. My name is Shota. I'm really glad to be here today. And I'm here to change how people think about personal finance accounting. მე მგონი ამ ერთი კვირის თავზე რაც შეიძლება და მაქსიმუმს მივახციეთ და დანარჩენი ვნახოთ, სხვები რამდენად კარგები იქნებიან და როგორ გადაწყოთ ჟიური. ხელი არის მრავალფუნქციური და შედარებით დაბალი ღირებულების ხელის პროთეზი, რომელიც ჯერჯერობით ხოლმე სტარტაპის დონეზე ვართ, ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს ერთი პატარა 5 წლის ბავშვისთვის თუ არ ვცდები ხელი და ახლა მაღალ ტექნოლოგიურად ვცდილობთ, რომ განავითაროთ შედარებით და სტარტაპის დაფინანსება სწორედ ამისთვის ვჭირდება. ხტავზე არის ჩვეულებრივი ხელის მოხრა-გაშლა, თითების მოხრა-გაშლა, გადაიყვანე თითზე. და ახლა გვაქვს კიდევ პიანინოს ფუნქციონალი, ანუ უბრალოდ აი ამ რაღაცა ხილა ამის დადებით გადადის ცალკეულ თითების მოხრის ფუნქციონალზე. ასევე ჩვენ გვაქვს მაუსის ფუნქციონალი, შეგიძლია ეს ხელი პირდაპირ შეაერთო კომპიუტერში და ჩვეულებრივი მოძრაობით ფუნქციონირებს როგორც მაუსი. ღილაკის დაჭერა, ჩვენ მარჯვენა ღილაკის დაჭერა, სკროლი და ასე შემდეგ. We are Hand for Help and we'd like to present you multi-purpose and low-cost hand prosthetics. There are several well-known problems on the market of hand prosthetics. First and most important one of them is the high price. ჩემი აზრით ძალიან კარგი იყო და ძალიან მომეწონა იყო რომ უფრო მეტი რჩევები იყო იმათგან ვიდრე კითხვები ჩვენი პროექტის შესახებ და რაც არის იმის დასტური რომ მართლა მოეწონათ ჩვენი საქმიანობა. ჩვენ თავაზობთ ნატურალური ვაქცინების შემადგენელ კომპონენტს. ესეთი არის სითბური სტრესცილები, რომელსაც 10,000 ჯერ ეფექტურად შეუძლია თქვენი აი 3 ტრილიონი იმუნური უჯრედები გაქვთ თქვენ სხეულში, მათ შეუძლიათ აი ეს უზარმაზარი იმუნური უჯრედების ზალა მიმართონ და გაასუფთავონ ორგანიზმის შიგნიდან. ამათ აქვთ რაღაცა უნიკალური თვისებები, რომ იმუნოუჯრედები არა მარტო გააქტიონ, არამედ მიზანმიმართულად გააქტიონ. Hichoproteins are, from our discovery, it's appeared that hichoproteins are building blocks of natural vaccines. So, I'm Mariam Rusishvili, CEO and co-founder of QuickCash. And what is QuickCash? It's first algorithm-based credit scoring and loan underwriting platform for small businesses. So we use big data analytics and alternative scoring. ანუ ფიქრობ რომ კარგად ჩაიარა, ალბათ რეაქციიდან გამომდინარეც მივხვდით. კითხვებიც ისეთი წამოვიდა, ანუ ლოგიკური ძალიან და საინტერესო და თან მომეცა საშუალება რომ უფრო დეტალებში ამეხსნა ის რაც ფიჩინგის დროს იმ 7 წუთში არ ჩანდა და მადლობელი ვარ ჟიურის რომ ესეთი კაი კითხვები დაისვა. ფიქრობ ანუ კითხვებზე სრულად ვუპასუხე, რაც მთლიანობაში იძლევა იმის თქმის საშუალებას რომ სუპერ ჩაიარა. Good morning. My name is Nicholas and I represent VREX. We are matching people to places using virtual reality. Now, our team consists of 6 people and we have more than 10 years of experience in computer graphics. Thank you. Well done. And yeah. It's რა არის, ანუ pitching-ის დროს დაინტერესებულები იყურებოდნენ, რაღაცა ემოციური კავშირი ვიგზენით და კითხვებიც დასვეს და ნახოთ რა გამოვა, არ ვიცი, მაგრამ დღეს საღამოს 7-ზე თუ 8 ნახევარზე გავიგებ ყველაფერს.
მოხიბლული ვარ ქართველი სტარტაპების პრეზენტაციებით, მათ საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ. უნდა აღინიშნოს, რომ მათ მუშაობის გაგრძელება აუცილებლად მოუწევთ თავიანთ ბიზნეს მოდელებსა და ბიზნეს გეგმებზე. სწორედ უნდა განსაზღვრონ პარტნიორები, პროდუქტის მომხმარებლები და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე. ის ინდუსტრიები, რომლებიც ამ პროექტებშია წარმოდგენილი ინოვაციური მიდგომებით, აუცილებლად განვითარდება როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში და ჩამოყალიბდება ბიზნესად. სტარტაპებმა მოლოდინს გადააჭარბეს. მათ გაითვალისწინეს ჩვენი ყველა შენიშვნა და კომენტარი. საქართველოს ნამდვილად აქვს პოტენციალი თავისი წვლილი შეიტანოს ინოვაციების განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება და ბევრი წარმატებული პროექტის არსებობა. მივესალმებით ამ პროგრამას. ეს ქვეყნისთვის არის სწრაფი განვითარების დასაწყისი. პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას გუნდებთან და დავეხმარებით მათ მოხვდნენ Silicon Valley სტარტაპების რიგებში. როგორც მონაწილეები, ისე მეწარმეები დღეს დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ პროგრამის ფარგლებში. მონაწილეების უმეტესობას განსაზღვრული აქვს ის უდიდესი ბაზარი, სადაც უნდა გაიტანოს თავისი პროდუქტი, რაც არც ისეთი იოლია. ასევე მნიშვნელოვანია სტარტაპებმა განსაზღვრონ თავიანთი ხედვა 5-10 წლის შემდეგ. ეს დაეხმარება მათ მოიპოვონ სწორი ინვესტიციები. დამწყები ბიზნესები ძალიან რისკიანია. მათ ჭირდებათ ბაზრის გათვლა, სწორი სტრატეგია და დიდი მოთმინება, რათა მიაღწიონ წარმატებას. 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება სტარტაპებთან მუშაობა, მოხდება მათი ტრეინინგები, მენტორშიპი და უკვე საბოლოო ჯამში ჩვენ შევხედავთ მათ შედეგებს, შევხედავთ იმას თუ რამდენად წარმატებულები არიან, რამდენად მოხდა იმ იდეების ხორცშესმა, როგორც პრეზენტაციების დროს წარადგინეს და ამის საფუძველზე მოხდება 5 ან 10 სტარტაპის გამგზავრება სილიკონის ველზე. მათ დამატებითად ჩაუტარდება 2 კვირიანი ტრეინინგები და 2 კვირის თავზე მოხდება ცოტა ღონისძიების ორგანიზება ქართული სტარტაპების წარსადგენად, საქართველოს წარმატებების წარსადგენად, თუ რაც აქვს მას მიღწეული სხვადასხვა მიმართულებით, ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, სტაბილურობის, პოლიტიკური და სხვა ნაწილში და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ჩვენ ველოდებით, რომ ეს იქნება პერიოდული ღონისძიება, ყოველწლიური ღონისძიება, რათა დავმკვიდრეთ მთავარ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბით, საიდანაც ფაქტობრივად ყველა დანარჩენი ქვეყნის ბაზარზე არის შესაძლებელი გასვლა. თავიდან არც ისე პოპულარული იყო ეს მიმართულება, არც ისე ბევრი ადამიანი იყო დაინტერესებული ინოვაციებით, ახალი ტექნოლოგიებით. შეიძლება ისინი ფიქრობდნენ ამ კუთხით, მაგრამ ინფრასტრუქტურის ნაწილში, ტექნოლოგიურ პარკის გახსნამ, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ფაბლავების გახსნამ და პერიოდულმა ტრეინინგებმა შეხვედრება მისცეს მათ სტიმული, რომ უკვე ჩვენ გვაქვს 154 განაცხადი, გვაქვს 50 ფინალისტი და გვაქვს დიდი შანსი მსოფლიო ბაზარზე გავიდეთ ამ იდეებით და ამ სტარტაპებით. მოგესალმებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა რეალობა გახდა და მართლაც და თითქოს და დაუჯერებელი ერთი თვალით, ერთი შეხედვით მიზანი დღეს არის მიღწეული. დღეს ჩვენ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვიხილავთ ფინალისტებს სტარტაპ საქართველოს პროექტის. ეს არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ინოვაციურად მოაზროვნე ენტრეპრენერებს, ანუ საქმიან ადამიანებს ეძლევათ საშუალება მოიპოვონ დაფინანსება სრულიად ახალი მეთოდოლოგიით, ყველანაირი უზრუნველყოფის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ იდეის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აი ამდენ ახალგაზრდას ანთებული თვალებით ხედავ და უყურებ
და მინდა ყველა თქვენთაგანს მოგილოცოთ დღეს აი აქ ყოფნა ფინალისტობა და ეს პროგრამა, რომელიც გახლავთ მთავრობის 4 პუნქტიანი პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ამ პროგრამის. ვინაიდან ეს პროგრამა ახალისებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას და აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს წამოიწყონ თავისი საქმე და შეცვალონ აზროვნება მთელი თაობის. შეცვალონ აზროვნება იქითკენ, რომ შესაძლებელია კარგი იდეაზე დაყრდნობით ინოვაციური იდეის მოფიქრება და ბიზნესის წამოწყება საქართველოში არა საბანკო სექტორის მეშვეობით მხოლოდ და მხოლოდ, არამედ სტარტაპ ჯორჯიას მეშვეობით. ძალიან კარგია, რომ პროგრამაში 720-ზე მეტი განაცხადი შევიდა. აქედან ინოვაციურ კომპონენტში იყო 150-მდე განაცხადი და დღეს ჩვენ გვყავს 51 ფინალისტი. აქედან 20 იქნება შერჩეული, მაგრამ ისინიც ვინც არ იქნებიან შერჩეული, გამარჯვებულად აუცილებლად არიან გამარჯვებულები, იმიტომ რომ მათ ექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. მინდა მადლობა გადაუხადო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საპარტნიორო ფონდს პროგრამის ბრწყინვალედ განხორციელებისათვის და ასევე მადლობა გადაუხადო საერთაშორისო ექსპერტებს იმისათვის, რომ ეს გახადეს ეს ყველაფერი, რასაც დღეს ჩვენ მივახციეთ, გახადეს შესაძლებელი. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს გამარჯვება, კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ დღეს საქართველოა გამარჯვებული, იმითი რომ ყველა თქვენთაგანი არის გამარჯვებული და თქვენ ხართ დასაყრდენი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ვინაიდან თქვენ ხართ მამოძრავებელი ძალა, იმ ძრავის, რასაც ჩვენ გვქვნით და რაც უნდა შევქვნათ. დიდი მადლობა ყველას, გილოცავთ დღევანდელ დღეს. ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება დინამიკას და განვითარებას, რომელსაც დღეს საქართველოში აქვს ადგილი. მინდა ყველა მონაწილეს მოგესალმოთ, რომლებმაც დღეს პროექტები წარმოადგინეთ და აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის მთავრობა და ტექნოლოგიური სექტორიც გეხმარებათ და გავაგზავნებთ ჩვენს მხარდაჭერას. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისათვის. სანამ გადავალთ გამარჯვებულების გამოცხადებაზე, მე მინდა მადლობა მოახსენო ბატონ პრემიერს, ბატონ დიმიტრი ხუმსიშვილს, რომელიც უშუალო ხელმძღვანელობით და მხარდაჭერით ამ პროექტმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა. მინდა ასევე მადლობა მოახსენო საპარტნიორო ფონდს, ბატონ დათოს, იმიტომ რომ ეს იყო არაჩვეულებრივი მაგალითი თანამშრომლობის ორ უწყებას შორის და საბოლოო ჯამში ზუსტად ამან განაპირობა წარმატება პროექტის. მაშასე დავიწყოთ გამარჯვებულების გამოცხადება. სლოვაკეთში ყველაზე ცნობილი კვების პროდუქციის Holding Slovak Aid-ის დაფინანსებით 5 გუნდს ვიწვევთ გაცვლითი პროგრამით სლოვაკეთში. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ ტრეინინგებს ჩვენს ქვეყანაში 5 დღის განმავლობაში. მათ საშუალება მიეცემათ გაეცნონ მიმდინარე პროცესებს საკვების გადამუშავების ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.
ძალიან მიხარია, ძალიან აღელვებული ვარ, იმიტომ რომ ეს წუთია გამოვედით და დიდი მადლობა პროექტის ავტორებს, ინოვაციის სააგენტოს, ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ძალიან გამიხარდა გამარჯვება და ვფიქრობ, რომ ეს დიდი წარმატებები საწინდარი იქნება კიდევ მომავალში. არ ვიცი რა უნდა გითხრათ. უზომოდ გახარებულები ვართ, რომ მოგვეცა ჩვენი ინოვაციური იდეის განხორციელების შანსი. რავი, ეხლა ჯერ ვერ გამოვხატავ ნამდვილად, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ. ძალიან გამიხარდა, ძალიან დიდი გამოწვევაა პირველ რიგში. ძალიან გაშეგრძნებაა, ველოდით, რადგანაც ბოლომდე ვიყავით მომზადებულები და მაყოფილები ვიყავით იმ ფიდბექით, რაც მივიღეთ. აი, ძალიან მაგარი, როგორც წარმოიდგინე ფენოვანი ხაჭაპური ძამში ერზე. აი, ეგეთი გემოა გამარჯვებას. არ ვიცი. ჯერ ვერ ვამბობ, არ ვიცი, ძალიან მაგარია. ვაპირებთ გააქტიურებას კიდევ უფრო და უფრო სწრაფად წინ წასვლას.